ჟანგირაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელი და დღევანდელი შეხვედრის გამოფაში ვისაუბრებთ ავტოდაზღვევაზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ლაივ შეხვედრები ტარდება დაზღვევის კვირაულის ფარგლებში, რომელიც 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. კვირაული მიზნად ისახავს საზოგადოებაში დაზღვევისა და მისი პროდუქტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. დღევანდელი ლაივის გამოფაში კი ვისაუბრებთ დაზღვევის ერთად მნიშვნელოვან პროდუქტზე, როგორიც არის ავტოდაზღვევა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას და როდის უნდა მიმართოთ სადაზღვევოს, როდესაც ზარალი დადგება. ამ საკითხების შესახებ ვისაუბრებთ ჩვენი სტუმარი, რომელიც გახლავთ ანა ლორთქიფანიძე, გადაზღვევის უფროსი მენეჯერი, სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი. თუმცა სანამ უშუალოდ ჩვენ სპიკერთან გადავიდოდეთ, შეგახსენებთ რამდენიმე ტექნიკურ ნაწილსაც, რომ მიმდინარეობს ლაივ შეხვედრის ჩაწერა, ამიტომ ის მაყურებელი, რომელიც ვერ შეძლებს, რომ ლაივის ბოლომდე დაესწროს, შეუძლია, რომ ჩანაწერი ბინების გვერდზე იხილოს. ასევე ლაივის გამოფაში შეგიძლიათ, რომ კითხვები დასვათ ჩვენ სპიკერთან, რომელსაც აუცილებლად გავეშყრებ. პრინციპში შეგვიძლია, რომ უკვე გადავიდეთ ჩვენს მომხსენებელთან, გაბატონო ანა, მოგესალმებით და შეგიძლიათ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი პრეზენტაცია. მოგესალმებით, პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა დაზღვევის კვირაულთან დაკავშირებით ჩემი თემა წარმოვადგინო და ეს თემა არის რა უნდა ვიცოდეთ ავტოდაზღვევაზე და ვფიქრობ ძალიან საჭიროა თემა შემხვდა, ძალიან საინტერესო თემა შემხვდა, რაც დღეს ყველას აინტერესებს საქართველოში და არა მარტო. სანამ უშუალოდ ჩემს თემაზე გადავალ, ჩემ თავს წარმოგიდგენთ ანა ლორთქიფანიძე ვარ, როგორც წარმატკინეთ სამართალმცოდნე განათლებით, თუმცა ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა ჩემს გამოცდილებას, მაქვს 7 წლიანი გამოცდილება დაზღვევაში. ამჟამად სადაზღვევო კომპანია ალდაგში ვუძღვები საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობებს, იმისთვის რომ რისკი განვათავსოთ მათთან, საერთაშორისო კომპანიებთან. ასევე ვარ პოდკასტ მეითის წარმოდგენი, რომელიც ფოკუსირებულია დაზღვევაზე და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. მიხარია, რა თქმა უნდა, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს და სანამ უშუალოდ გადავალ თემაზე, რა უნდა ვიცოდეთ ავტოდაზღვევაზე, ამის განხილვაზე, აუცილებლად პირველ რიგში უნდა შევეხოთ ზოგადად რა არის დაზღვევის არსი, რას მაძლევს მე დაზღვევა. დაზღვევა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ გვაძლევს ჩვენ ფინანსური სტაბილურობის, შენარჩუნების გარანტიას, რომ ჩვენ დაცულები ვიყოთ მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ფინანსური დარტყმებისგან, რომელმაც შეიძლება ძალიან იმოქმედოს ჩვენ ცხოვრების ხარისხზე. ანუ გვინარჩუნებს ჩვენ დაზღვევა ჩვენ ფინანსურ სტაბილურობას. ეს ფინანსური სტაბილურობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რიგ ქვეყნებში, მსოფლიოში დაზღვევის ზოგიერთი სახეობა სავალდებულოც არის. მაგალითად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და ამას აუცილებლად შევეხები ჩემი პრეზენტაციის დროს. მანამდე კი უშუალოდ დავუბრუნდეთ ჩვენ განსახილულ თემას და ეს არის ავტოდაზღვევა და უნდა დავიწყოთ აუცილებლად იმითი, თუ რაც მოიცავს ავტოდაზღვევის სრული პაკეტი. ავტოდაზღვევის სრული პაკეტი აერთიანებს 3 ძირითად პროდუქტს. ეს არის თავად ამ ჩვენი ავტომობილის დაზღვევა, მეორე ეს არის ავტომობილთა მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა და მესამე ეს არის მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევების შედეგად უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა. უშუალოდ რო საკუთარი ავტომობილის დაზღვევა განვიხილოთ, უნდა ვთქვათ, რა რისკებისგან დაფარავს ჩვენი პოლისი ჩვენ საკუთარ ავტომობილს. და აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიას ამ რისკების ჩამონაცვალი სხვადასხვა გვარი აქვს. არა რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან, მაგრამ ზოგი რაღაც ნაწილს ფარავს, ზოგი რაღაც ნაწილს არ ფარავს. ამიტომ, როდესაც პოლისს აფორმებთ, თქვენ სადაზღვევო მრჩეველთან, სადაზღვევო აგენტთან აუცილებლად ძალიან ყურადღებით უნდა განიხილოთ, რა არის თქვენს პოლისში დაფარული. ძირითადი ჩამონათვალი წარმოდგენა რო შეგვექმნას შემიძლია გავაკეთო, ეს არის ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს არის ხანძარი, აფეთქება, სტიქიური უბედურებები, რაღაცა გარეგანი დაზიანება ავტომობილის
ან ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა. ეს არის ძირითადი, რაც ძირითადად ყველა სადაზღვევო კომპანიაში დაფარულ რისკებად მიიჩნევა. თუმცა აუცილებელია, როდესაც პოლისის შეძენამდე მიდიხართ, კითხოთ თქვენ სადაზღვევო მრჩეველს, სადაზღვევო აგენტს, ეს კომპანია რას გულის, ეს პოლისი რას გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევის უკან. ანუ ამ სიტყვას სხვადასხვა ბევრი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს, ამიტომ აუცილებლად დააზუსტეთ რა იგულისხმება ავტოსაგზაო შემთხვევაში თქვენი პოლისის და თქვენი დაფარული ხელშეკრულების მიზნებისთვის. რა იგულისხმება გარეგანიზების უკან, იმიტომ რომ მე შეიძლება სხვა რამეს გულისხმობდე, სადაზღვევო პოლისის, სხვადასხვა ხელშეკრულება სხვა რამეს გულისხმობდეს. ამიტომ ძალიან კარგად გაეცანით თქვენ ხელშეკრულებას და დასვით ბევრი დამაზუსტებელი კითხვა. გარდა იმისა, თუ რას ფარავს ავტომობილის დაზღვევა, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ 4 ძირითად კრიტერიუმს ავტოდაზღვევის პოლისის შეძენისას. პირველი კრიტერიუმი ეს არის სადაზღვევო თანხა, მეორე ეს არის ფრანშიზა, მესამე გამონაკლისები და მეოთხე პრემია. თუ რას ვიხდი, ანაზღაურება რა არის ამ პოლისისთვის. რო დავიწყოთ სადაზღვევო თანხით. სადაზღვევო თანხა ეს არის თქვენი ავტომობილის საბაზრო ღირებულება. ის მაქსიმუმი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ზარალის დადგომის შემთხვევაში აგინაზღაურებთ. მაქსიმალური თანხა. თქვენ აუცილებლად უნდა ეცადოთ, როდესაც პოლისს ყიდულობთ, თქვენი ავტომობილის ღირებულება მაქსიმალურად დაუახლოვოთ საბაზრო ღირებულებას. რადგან აქ არსებობს ორი ნიუანსი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააფიქსირებთ იმაზე ნაკლებ თანხას, ვიდრე რეალურად საბაზრო ღირებულება არის თქვენი ავტომობილის, სადაზღვევო ანაზღაურების დროს თქვენზე გამოყენებული იქნება პროპორციული ანაზღაურება. და რას ნიშნავს ეს პროპორციული ანაზღაურება, მაგალითის სახით უფრო მარტივად წარმოგიდგენთ. მაგალითად, თქვენი ავტომობილის ღირებულება არის $10,000, თქვენ სადაზღვევო თანხად დააფიქსირეთ $7,000, ანუ 70% დააფიქსირეთ სადაზღვევო ღირებულებად და არა 100% ღირებულების ავტომობილის. როდესაც ზარალი მოხდება, თქვენ სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ ასევე ზარალის 70%. ანუ იგივე პროპორციით შეამცირებს ზარალს, რა პროპორციითაც თქვენ სადაზღვევო თანხა შეამცირეთ. ანუ თუ $1,000 ზარალი დაგიდგათ ავტომობილზე, სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ $700. ანუ 1070%. აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ აუცილებლად იმაზე, რომ სადაზღვევო თანხად არ დავაფიქსიროთ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მეტი თანხა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ პრემიას გაცილებით დიდს, იმიტომ რომ პრემია დაიჭრება სადაზღვევო თანხიდან და სადაზღვევო კომპანია ზარალის დადგომის შემთხვევაში მაინც არ აგვინაზღაურებს საბაზრო ღირებულებაზე მეტ თანხას. ანუ რეალურად ჩემი ავტომობილის საბაზრო ღირებულება თუ არის $10,000, არ უნდა დავაფიქსიროთ $15,000 იმ მოტივით, რომ ზარალი რო დადგეს, მე $15,000 ამინაზღაურდება, იმიტომ რომ საბაზრო ღირებულებაზე მეტი მაინც არ აგინაზღაურდებათ. თქვენ ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ და ლოგიკურიც არის, რომ ხშირად ძალიან რთულია საბაზრო ღირებულების ესე დეტალურად დაფიქსირება, ამაში აუცილებლად სადაზღვევო კომპანიები, სადაზღვევო აგენტები, მრჩეველები დაგეხმარებიან და ერთად კონსენსუსით ჩამოაყალიბებთ ამ თანხას, რომ რაც შეიძლება სამართლიანი ანაზღაურებაც მიიღოთ, სამართლიანი პრემიაც გქონდეთ და სამართლიანი დაფარვა მიიღოთ საბოლოო ჯამში, რაც თქვენი კმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანია. ანუ ჩვენ აქ რამდენჯერმე ვახსენეთ სიტყვა პრემია და სადაზღვევო თანხასთან მიმართებით და აქვე ვთქვათ, რომ პრემია არის მიბმული სადაზღვევო თანხასთან, ანუ პრემია დაითვლება სადაზღვევო თანხის კონკრეტული პროცენტი. თუ ჩვენ სადაზღვევო თანხას რაღაცნაირად არასწორად დავაფიქსირებთ, გამოვა, რომ საბოლოოდ პრემიაც არ მექნება სამართლიანი საბოლოო ჯამში.
ეს პროცენტი, პრემიის პროცენტი რამდენი უნდა იყოს, ამას შესაბამისი თანამშრომლები სხვადასხვა კომპანიებში საზღვრავენ ბევრი კრიტერიუმით, მათ შორის ავტომობილის ტიპი რა არის, უფლებამოსილი მძღოლის გამოცდილება როგორია, ვინ არის უფლებამოსილი მძღოლი, რამდენი უფლებამოსილი მძღოლი იქნება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის ერთად განხილვით underwriter-ი ქვია ამ პროფესიას, underwriter-ები განსაზღვრავენ რა უნდა იყოს თქვენი პრემია. ამიტომ თქვენ მხარეს, თქვენი ვალდებულება კარგად დაფიქრდეთ, მოფიქრებულად გადაწყვიტოთ, რა დააფიქსიროთ სადაზღვევო თანხად. და აუცილებლად მაქსიმალურად დაახლოვოთ ის რეალურ საფასურო ღირებულებას. ეხლა გადავიდეთ მესამე ძირითად, უბრალოდ ორი ძირითადი კრიტერიუმი დაგვჭირდა, რაც მეტნაკლებად ტკივნეულ თემად განიხილება მომხმარებლებისთვის, ეს არის ფრანშიზა, ეს არის გამონაკლისები. დავიწყოთ ფრანშიზით. რა არის ფრანშიზა? ფრანშიზა არის ის არაანაზღაურებული მინიმუმი, რომელსაც სადაზღვევო კომპანიამ არ გადაიხდის ზარალის დადგომის შემთხვევაში და მისი გადახდა იქნება დამზღვევის მხარეს. აი მაგალითის სახით რომ ვთქვათ, მაგალითად, ჩემს ავტოდაზღვევის პოლისში $500 მაქვს ფრანშიზა დაფიქსირებული, დადგა ზარალი $2000. ანაზღაურების დროს პირველ $500 მე თვითონ თავად გადავიხდი, ამ $500 ზემოთ $1500 გადაიხდის სადაზღვევო კომპანია. ესე მუშაობს ფრანშიზა. ფრანშიზა ბევრნაირი შეიძლება იყოს, შეიძლება იყოს პირობითი, უპირობო, შეიძლება პროცენტი იყოს, მაგალითად, ჩანაწერი ჩვენს პოლისში, რომ ზარალის 5%-ს იქნება თქვენი თანამონაწილეობა, ან შეიძლება იყოს ჩანაწერი ესეთი, რომ სადაზღვევო თანხის რამდენი 2% იქნება თქვენი მონაწილეობა. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ, კარგად გაანალიზოთ ფრანშიზის ოდენობა, რასაც პოლისი გთავაზობთ, რამდენად ხელსაყრელია თქვენთვის. ზოგჯერ ავტოდაზღვევაში სადაზღვევო პოლისები ufranshizოც არის. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაფიქრდეთ, კარგად გათვალოთ მათემატიკურად, ufranshizო პოლისი, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ფრანშიზიანი პოლისი. აქ ბევრი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი არსებობს, რატო არის უფრო ძვირი. მარტივად რომ ვთქვათ, ობიექტური ფაქტორი ის არის, რომ თქვენ თავად იღებთ მონაწილეობას ზარალში და ამ მონაწილეობისთვის იხდით ყოველთვიურად უფრო ნაკლებ თანხას. სუბიექტური ფაქტორად შეგვიძლია დავასახელოთ ის, რომ სადაზღვევო ზარალი ჩვენ გვაქვს, რახან თანამონაწილეობა გვაქვს ზარალში, უფრო გულისხმიერებით და ფრთხილად ვეკიდებით ჩვენი ავტომობილის სარგებლობას იმისთვის, რომ ზარალი არ დადგეს. ამიტომ ფრანშიზა ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ ჩვენ კარგად განსაზღვროთ, საერთოდ გვინდა თუ არა პოლისში იყოს ის, თუ გვინდა რაოდენობით რა თანხაც არის დაფიქსირებული ფრანშიზაში, რამდენად ხელსაყრელია ჩვენთვის და რამდენად შემიძლია მე ავწიო ეს თანხა ზარალის დადგომის შემთხვევაში. ზოგადად უნდა ითქვას, რომ დაზღვევა არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ისეთი ფინანსური ზიანი აგვარიდოს, რომელსაც ჩვენით ვერ ავწევთ და გაგვიჭირდება ჩვენი თანაზღაურება. ფრანშიზა როგორც წესი არის მცირე თანხებზე, ანუ ისეთ მცირე მინიმუმებზე, რომელსაც ანაზღაურებაც ადამიანს თავად შეუძლია. ამიტომ ჩემი რჩევა, თუ შემიძლია მოგცეთ, იქნება, რომ პრემიაში დავზოგოთ თანხა და ფრანშიზა შევინარჩუნოთ. თუმცა ეს თავად თქვენ ინდივიდუალურად თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით უნდა განსაზღვროთ. და მივედით ბოლო კრიტერიუმთან და ბოლო მტკივნეულ კრიტერიუმთან, მეოთხე ეს არის გამონაკლისები.
როგორც ჩემი კოლეგა ამბობს, თუ თქვენი სადაზღვევო აგენტი მრჩეველი თქვენ არაფერს არ გეუბნებათ გამონაკლისებში, იქ სადაზღვევო პოლისი არ უნდა შეიძინოთ. იმიტომ რომ ყველა სადაზღვევო პოლისი შეიცავს გამონაკლისებს. გამონაკლისები სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა აქვს, მაგრამ ძირითადი მასა წარმოდგენის შექმნისთვის შემიძლია გითხრათ, ეს არის ჩვეულებრივი სარგებლობის შედეგად ავტომობილის წვეთა ან ზარალი, რომელიც დადგა მძღოლის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მიუხედავად იმისა, თუ ვისი ბრალით მოხდა ეს სადაზღვევო შემთხვევა, მაინც არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ასევე თუ ავტომობილი გამოიყენეთ რაღაც სპორტულ შეჯიბრებებში, რალებში და ამ დროს დაზიანდა და ესეთი ძირითადი მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც ძალიან ზრდის ზარალის დადგომის შესაძლებლობას, აი ისინი როგორც წესი არის გამონაკლისებში, თუმცა თქვენს კონკრეტულ სადაზღვევო პოლისში აუცილებლად უნდა ჩახედოთ გამონაკლისების პარაგრაფს და კარგად გადახედოთ და განსაზღვროთ თქვენთვის რომელი გამონაკლისი არის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ან არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ისე აი მე მექნება გამონაკლისებთან დაკავშირებით ერთი რჩევა, თუ თქვენ დაზუსტებით ზუსტად იცით, რომ რაღაც შემთხვევა თქვენ არავითარ შემთხვევაში არ არსებობს შანსი, რომ მოხდეს აი ესეთი შემთხვევის გამონაკლისში ყოფნა თქვენთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს და შეგიძლიათ მის გამონაკლისში ამ შემთხვევის გამონაკლისში ყოფნას მშვიდად შეხვდეთ, მაგრამ თუ ისეთი შემთხვევა არსებობს, რომელიც დიდი ალბათობით დადგება, აქაც ყურადღება გაამახვილეთ, რომ აი ესეთ შემთხვევებს თვითონ სადაზღვევო კომპანია ჩასვავს გამონაკლისში, იმიტომ რომ დაზღვევა არსებობს არა წინასწარ განზრახული, წინასწარ განჭვრეტადი ზარალების ასანაზღაურებლად, არამედ დაზღვევა არსებობს იმისთვის, რომ მოულოდნელი შემთხვევები აანაზღაუროს, მოულოდნელი ხარჯები, ანუ თუ არსებობს უეჭველი მოხდენის გარანტია, ეს ამას სადაზღვევო პოლისიც, სადაზღვევო ხელშეკრულება არ აანაზღაურებს. მოკლედ ესე ამოვწურეთ ჩვენ პირველი ნაწილი, ეს არის თავად ავტომობილის დაზღვევა და უცებ გადავიდეთ მეორე ნაწილზე, ეს არის მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც წარმოიშვება ავტომობილის მძღოლისადმი. ანუ როდესაც მე ჩემ ავტომობილს ვიყენებ, ამ ავტომობილის სარგებლობის დროს შესაძლოა დავაზიანო სხვა ადამიანი, მისი ჯანმრთელობა, ან მისი სიცოცხლე დავაზიანო, ან დავაზიანო სხვა პირების ქონება. მე შემიძლია დაზღვევა შევიძინო ამ რისკისგან დაფარვით, მოგეხსენებათ ავტომობილი არის მომეტებული საფრთხის მატარებელი და დიდი რისკი არსებობს, რომ მე ამით სხვა პირები დავაზიანო, ამიტომ არსებობს ესეთი პროდუქტი მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა. ის აანაზღაურებს სამედიცინო ხარჯებს, რომელიც მესამე პირს დაჭირდება ასეთი შემთხვევის დადგომის დროს, აანაზღაურებს სასამართლო ხარჯებს, რომელიც წარმოიშვება თუ დავა გაჩნდა ჩემსა და მესამე პირს შორის და მოკლედ აი ესეთი შემთხვევის დროს, როდესაც მე ვალდებული პასუხისმგებელი ვხდები მესამე პირების წინაშე, სადაზღვევო კომპანია ჩემს ნაცვლად აიღებს ამ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ აანაზღაუროს ეს ფინანსური ხარჯები. მნიშვნელოვანია, რომ ბევრ ქვეყანაში ეს პროდუქტი არის სავალდებულო, იმიტომ რომ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობა რაღაცნაირად დარეგულირებული იყოს, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოშიც მალევე იქნება ეს პროდუქტი სავალდებულო, თუმცა ამ ეტაპზე იყიდება პაკეტში, როგორც ავტოდაზღვევის პაკეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ავტოდაზღვევის დროს თუ მე თავად ვსაზღვრავდი რა იქნებოდა სადაზღვევო თანხა, ის ანაზღაურებული ბადი მაქსიმუმი, რასაც სადაზღვევო კომპანია გადამიხდიდა, მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის დროს ვირჩევ ლიმიტს.
ანუ ჩემით ვირჩევ, სავარაუდოდ საზღვრა, მე რა ღირებულების ქონება, რა ღირებულების მანქანა შეიძლება დავუზიანო ჩემი ავტომობილის სარგებლობის დროს და ამ ლიმიტზე ვყიდულობ პოლისს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თქვენ წინასწარ კარგად დაფიქრდეთ, რა ლიმიტი გჭირდებათ. აი მაგალითად თუ თვლით, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ძვირადღირებული მანქანა შეგხვდეთ მგზავრობის დროს და მათი დაზიანება თქვენ ძალიან დიდ ფინანსურ ზარალს მოგაყენებთ, ფინანსურ ზიანს მოგაყენებთ, უფრო დიდი ლიმიტით უნდა შეიძინოთ. თუ თვლით, რომ არ იქნება ეს შემთხვევა ძალიან დიდი, შეგიძლიათ აქ დაზოგოთ თანხა და უფრო მცირე ლიმიტი შეიძინოთ პოლისი. და გადავიდეთ მესამე ნაწილზე. მესამე ნაწილი ეს არის მძღოლის და მგზავრების უბედური შემთხვევების დაზღვევა, ანუ იმ რისკებისგან, რომლისგანაც ჩემ ავტომობილს ვაზღვევ, შეიძლება ამ რისკების დადგომამ ზიანი მიაყენოს მძღოლის ან მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მაგალითად, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, ავტოსაგზაო შემთხვევამ შეიძლება დააზიანოს როგორც ავტომობილი, ასევე მგზავრები და მძღოლი დააზიანოს და მე შემიძლია შევიძინო დამოუკიდებლად დაზღვევა იმისთვის, რომ ჩემი სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ჩემი მგზავრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გამოწვეული ხარჯები ანაზღაუროს სადაზღვევო კომპანია. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გაიაროთ თქვენ სადაზღვევო მრჩეველთან კარგად კონსულტაცია, სადაზღვევო ლიმიტის არჩევის ლიმიტის არჩევაზე, წინასწარ უნდა განსაზღვროთ რა ლიმიტი გაწყობთ თქვენ და ფრანშიზაზეც თუ ასეთი არსებობს ამ პროდუქტისთვის, აუცილებლად წინასწარ დაფიქრებულად უნდა განსაზღვროთ. პრინციპში მიმოვიხილეთ ამ ავტოდაზღვევაში არსებული სამივე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რაც ყველა სადაზღვევო კომპანიას აერთიანებს, რაც შედის ამ ავტოდაზღვევის პაკეტში, დანარჩენები არის, ასე ვთქვათ, დამატებითი შეთავაზებები, რასაც სხვადასხვა კომპანია თავის კლიენტებს თავაზობთ, როგორიც არის მაგალითად ალდაგი ავტომობილის ჩანაცვლების შესაძლებლობას თავაზობს კლიენტებს, ალბათ სხვადასხვა კომპანიებიც სხვადასხვა პროდუქტებია, ეს დამატებითი, ესე ვთქვათ, პლუსებია, რასაც სადაზღვევო კომპანიები თავაზობენ მომხმარებელს და თქვენ ამ პლუსებზეც რა თქმა უნდა დაფიქრდეთ. თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის სამი პროდუქტი, რომელიც თქვენ ფინანსურ გარანტიას, დაცულობას ნამდვილად შეგინარჩუნებთ, რომ რაღაც ისეთი არ მოხდება, რომელიც ძალიან ძირეულ ტყევებს გამოიწვევს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში და ასე ვთქვათ, ცუდ შედეგებს გამოიწვევს თქვენზე. მე ახლა გაგამხნევებთ, რომ დამისვათ კითხვები, რაც გაინტერესებთ, ასე ვთქვათ, ჩემი პატარა პრეზენტაცია ამოვწურე, რაც ავტოდაზღვევასთან დაკავშირებით გაინტერესებთ, მზად ვარ გიპასუხოთ სიამოვნებით, გიპასუხებთ კითხვებზე. კი ბატონო, ანა, მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. სანამ უშუალოდ ჩვენ მაყურებლის კითხვებზე გადავიდოდე, მანამდე ერთ დამაზუსტებელ კითხვას დავსვამ. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ დაზღვეულს აქვს პრეტენზია სადაზღვევო ორგანიზაციასთან, თქვენი რჩევა რა იქნებოდა, ვის უნდა მიმართოს ამ შემთხვევაში? სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს აუცილებელი და პირველი რაც არის ის, რომ სადაც გვაქვს სადაზღვევო პოლისი შეძენილი, იმ ორგანიზაციის ხელხაზზე ვრეკავთ და ვაფიქსირებთ სადაზღვევო შემთხვევას. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი მყისიერად და მაშინვე რეაგირებს ამ ზარზე და შესაბამისად რაც საჭირო ხდება ამ მოქმედებას, ევაკუატორის ჩართვა იქნება საჭირო თუ რაღაც სხვა დახმარების გაწევა, ამ დახმარებას სადაზღვევო კომპანია გაუწევს და შემდეგ უკვე მიდის მუშაობა იმაზე, რომ განისაზღვროს რამდენია ასანაზღაურებელი თანხა, როგორ უნდა მოხდეს ანაზღაურება, შეკეთება და ასე შემდეგ. მართალია შეიძლება ბოლოს
მხარეები ვერ შეთანხმდნენ რაღაც ნაწილზე, ან ასანაზღაურებელ თანხაზე, ან ასე შემდეგ, ან სად მოხდება მანქანის შეკეთება და ასე შემდეგ სხვადასხვა ბევრი დეტალი არსებობს. ამ შემთხვევაში ურთიერთმოლაპარაკების ეტაპით ვერ მიიღწა შედეგი, მაშინ მიმართავენ სასამართლოს და სასამართლო განიხილავს აღნიშნულ დავას და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც რა თქმა უნდა უნდა აღსრულდეს და აღსრულდება შესაბამისად. კი ბატონო, მადლობა. ჩვენი მაყურებელი გვეკითხება შემდეგს, რომ თუ ზიანის მიყენების მომენტი არ ფიქსირდება და ავტომობილის მფლობელმა მანქანის დაზიანება აღმოაჩინა, შემთხვევა ანაზღაურდება? მე როგორც კითხვიდან მივხვდი, სადაზღო დაზიანება აღმოაჩინა მოგვიანებით. სადაზღო შემთხვევა მოხდა, რაც ზუსტად არ ვიცით რა მოხდა. ეს მოხდა შეიძლება რაღაც გარეგანი დაზიანების გამო, შეიძლება სეტყვის გამო, შეიძლება ვიღაცის წარმოშობილი დაზიანება. აუცილებლად ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს შესწავლა. სადაზღო კომპანიებს ყველა სადაზღო კომპანიას ყავს ექსპერტი, ზარალების შესაბამისი ექსპერტი, რომელიც მოვა და შეისწავლის ამ დაზიანებას. და მათი გამოცდილებიდან გამომდინარე და თქვენთან შეთანხმებით გადაწყდება აღნიშნული ექვემდებარება თუ არა დაფარულ რისკებს. ესე ზოგადი პასუხი, რომელიც ყველა შემთხვევას მოერგება, რომ გიპასუხოთ, ალბათ გამიჭირდება, აუცილებლად კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს, დაზიანების ხარისხი უნდა შეფასდეს, რომ დასკვნა გამოვიტანოთ ხდება თუ არა ეს დაფარული არის თუ არა პოლისით. ანუ კონკრეტული შემთხვევის შესწავლა უნდა მოხდეს აუცილებლად და ამ შესწავლისთვის შესაბამისი ექსპერტები ყველა სადაზღვევ კომპანიას ყავს. კი ბატონო, მადლობა. შემდეგ კითხვას გავაჟღერებ. მაყურებელი გვეკითხება, რომ თქვენ თქვით, რომ ავტომობილის საბაზრო ღირებულება არის პირობითად 10,000, მაგრამ მე დაზღვეული მყავს 15,000. დაზღვევა საბაზრო ღირებულებისას აანაზღაურებსო და ეს საკითხი რომ დააზუსტოთ. მაშინ 15,000-ად რატომ მიზღვევს? მე ხომ ამის პროპორციულად ვიხდი ყოველთვიურად გადასახადს. კი, ჩემი პრეზენტაციის დროს აუცილებლად ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ გაფრთხილება, ასე ვთქვათ, მომეცა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დააზღვიოთ საბაზრო ღირებულებაზე მეტი ღირებულებით, იმიტომ რომ ერთი რო პრემიას გადაიხდით არა სამართლიანად მეტს გადაიხდით, მეორე იმიტომ რომ სადაზღვევო კომპანია საბაზრო ღირებულებაზე მეტს მაინც არ აგინაზღაურებთ. ზოგადად სადაზღვევო თანხის განსაზღვრა არის გადაწყვეტილება მომხმარებლის ურთიერთ შეთანხმებით. თუ მომხმარებელი კატეგორიულად ითხოვს, რომ მან რატომღაც ამ ავტომობილში $15,000 გადაიხადა, მაშინ როდესაც საბაზრო ღირებულება $10,000 იყო, მან $15,000 გადაიხადა, ან ჭყალებში დაუჯდა $15,000, შეიძლება მოითხოვოს, რომ $15,000 დააზღვიოს. მაგრამ აუცილებლად სადაზღვო მრჩეველი მას აგენტი რჩევას მისცემს, რომ მიანიშნებს რა არის სადაზღვო დაიხმარება იმაში, რომ სადაზღვო თანხა უფრო რეალური დააფიქსიროს. მოკლედ, თავარი ესეთი გაუგებრობები რო ავირიდოთ თავიდან, თავარი არის, რომ როდესაც პოლისს ვყიდულობთ, დავფიქრდეთ, რას ვაფიქსირებთ სადაზღვო თანხად. მე შეიძლება რატომღაც საბაზრო ღირებულებაზე მეტი გადავიხადე ჩემ ავტომობილში, მაგრამ აუცილებლად ობიექტურად უნდა განსაზღვრო ეხლა დღესაც რაც ღირს ეს ავტომობილი იმ თანხაზე დავასხვიო. არ ვიცი რამდენად გავიცი სწორად პასუხი ვინც კითხვა დასვა მას, თუმცა აი აქ მნიშვნელოვანი მთავარი არის ის, რომ ჩვენ სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკების საუბრის ურთიერთ შეთანხმებით რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოებული სადაზღვევო თანხა დავაფიქსირო. საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად დაახლოებული.
კი ბატონო, მე მგონი თქვენი პასუხი სცემდა კითხვას პასუხს. პრინციპში ეს იყო ჩვენი მაყურებლის კითხვები. კიდევ ერთხელ მადლობა ჩართულობისთვის, მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მე კი აქვე შეგახსენებთ, რომ დასხოვის კვირაობის ფარგლებში შემდგომი შეხვედრა გაიმართება ხვალ 5 საათზე და ვისაუბრებთ ჯანმრთელობის დასხოვის შესახებ. იმედი გვაქვს, რომ შემოგვიერთდებით და დაგვისვამთ ბევრ საინტერესო კითხვას. მე კი აქვე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა თამარა ამ შესაძლებლობისთვის, დიდი მადლობა დასხოვის ზედამხედველობას, ეროვნულ ბანკს ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია გავრცელდეს დასხოვასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ადამიანებმა ინფორმირებული და არასპონტანური გადაწყვეტილებები მიიღოს პოლისის შეძენისას, რაც მათ საბოლოო კმაყოფილებაზე აუცილებლად დადებითად აისახება. დიდი მადლობა. კი ბატონო, მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის.